მოგესალმებით, ჩემი გვერდის მაყურებლებო და გამომწერებო. მინდა გამოვეხმაურო გულშინდელ ჩემ ბლოგს, რომელიც ეხებოდა საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდას. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს ჩემს გვერდზე და კითხვები გაჩნდა. აუდიტორიიდან ვეცდები დღევანდელ ვიდეო ბლოგში ამ კითხვებს უპასუხო. მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დაიმსხვრა ის მითი, რომ თურმე საქართველოში სოციალური პრობლემები 33 წელიწადი არავის არ აინტერესებს და თურმე ჩვენ ისეთი ამაყიერი ვართ, რომ სკავს თემაზე საუბარიც კი არათუ ქუჩაში გამოსვლა საუბარიც კი ზედმეტია. ეს იმის მანიშნებელი არის, რომ ტრადიციულად ესეთი ქვეყნისთვის და ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ხელოვნურად არის გაჩუმებული და არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ არც ერთი მოძრაობა თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით აქცენტირებას არ აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგად ვიცით, საქართველოში ეს ყველა პროცესები იმართება ერთი ცენტრიდან, რომელსაც სახელმწიფო უშიშროების სამსახური ქვია და სუსის დავალებით ყველას აქვს თავისი, ასე რომ ვთქვათ, ნიშა მიცემული, რაზეც უნდა ისაუბრონ. მაგრამ აი რაც შეეხება სერიოზული ცვლილებების მოთხოვნას, რომელიც ცვლილებებიც ჭირდება საზოგადოებრივ ცხოვრებას, ამ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი პარტია საუბრობს, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არც აქტივისტები ერთეულების გამოკლებით. ამიტომ ეს მითი რეალობაში დამსხვრეულია ხალხს ეს პრობლემა უჭირს, აწუხებს და საქართველოში რო კარგი ცხოვრება იყოს 2 მილიონზე მეტი ემიგრანტი არ გვეყოლებოდა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ყველას მინდა მადლობა მოგიხადოთ თქვენი აქტიურობის გამო, ახლა კი შევეცდები თქვენ კითხვებს უპასუხო. კითხვა ნომერი 1. ძალიან ბევრს აინტერესებდა თუ რა არის 800 ლარი, რატომ 800 ლარი, რატო ასე დაბალი, უნდა იყოს 1500, 2000 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ კითხვად ამ საკითხს დავაყენები და გაგცემთ პასუხს. ჩემო კარგებო, აქ არავის არ გამოუთქვია იმის შესახებ სურვილი, რომ გინდა თუ არა 800 ლარი იყოს ყველას ხელფასი. აქ საუბარი არის მინიმალურზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მინიმალურზე არის საუბარი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში 20 ლარს წარმოადგენს კანონით. და თუ რატომ არის თვეში 800 ლარზე და რატომ არის საათში 8 ლარზე ეს ყველაფერი ახლავე აგიხსნით. იმისთვის რომ სტანდარტიზაცია მეტნაკლებად მოახდინოთ, თუ რის მიხედვით უნდა იქნას ხელფასი გაზრდილი ქვეყანაში და საერთოდ მინიმალური ხელფასი რის საშუალებითაც უნდა იქნას დადგენილი, სხვა იმ მრავალ კრიტერიუმებთან ერთად, რომელიც არსებობს ეკონომიკისთვის და ამაზე პროფესიონალები უკეთესად ისაუბრებენ, თუ მათ ექნებათ თავისუფალი ნება, ძირითადში არსებობს მაინც ესეთი სოფლიო სტანდარტი ეკონომიკების შეფასების. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე. ანუ ეს რას ნიშნავს? ქვეყანაში არსებული რაიმე წარმოება თუ დოვლაც რაც ქმნის, მთლიანად აღებული და გაყოფილი ერთ სულ მოსახლეზე. აი, ქვეყნის მთლიანი ეკონომიკიდან ერთ სულ მოსახლეზე რა თანხა შეიძლება იქნას გადანაწილებული. ამ ინდექსის მიხედვით საქართველოსთან შესადარებლად ავიღე ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიკურად ჩამორჩენილი ღარიბი ქვეყანა, რომელიც ზღვით არის ჩვენი მეზობელი, ბულგარეთი. ბულგარეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტიდან ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული თანხა ამდენია 15,000 რაღაცა დოლარი. აქედან გამომდინარე, ბულგარეთში მინიმალური ხელფასი 2024 წლამდე წარმოადგენდა 477 ევროს, რომელიც 2025 წლიდან, როგორც ხედავთ, უნდა გაიზარდოს.
ხოლო საათობრივი ანაზღაურება, რომელიც ბულგარეთში მოქმედებდა 2.83 ცენტიდან უნდა იქნას გაზრდილი 3 და რაღაც ცენტამდე. ახლა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი. საქართველოში არსებული ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობაზე გადანაწილებული მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც საქართველოში არსებობს, არის შემდეგნაირი: 8100 რაღაც. ეს არის 2023 წლის მონაცემები. 2024-ის ჯერ არ არის დასრულებული და გამოქვეყნებული, აქედან გამომდინარე. ეს კი იმის მაჩვენებელი არის, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან, როგორიც არის ბულგარეთი, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე, თითქმის 50%-ით დაბლა არის. აქედან გამომდინარე, თუკი ბულგარეთში შეიძლება ყოფილიყო 2024 წელს 477 евро, საქართველოში აბსოლუტურად ნორმალური იქნება ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი იქნას განსაზღვრული 800 ლარით, რომელიც 300 ევრომდეც კი არ არის, ასე რომ ვთქვათ. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, კაცო, რომ ყველას კონდეს ზემოთ და ზემოთ 800 ლარი ხელფასი, მაგრამ ეს განსაზღვროს კანონმა, რომ ამაზე დაბალ ხელფასს ეს იქნება სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანი თუ იქნება კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანი, საათში ამაზე ნაკლებს და თვეში ამაზე ნაკლებს ვერ გადაუხდის. ამ შემთხვევაში იქნება კანონის დარღვევა და დაიკისრება შრომითი ექსპლუატაციიდან გამომდინარე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა. რა არის ახლა ამაში გაუგებარი? მე არ ვსაუბრობ სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, პენსიონერების, რომელი პენსიონერებიც მეუბნებიან, რომ მე საპენსიო ასაკისა ვარ და იქნება ჩვენზე ჩაწეროთ რაღაც. ჩემო კარგებო, მე თვითონ ასე რომ ვთქვათ, ომის მონაწილე ვარ და ომის ვეტერანის პენსიას 100 ლარს ვიღებ მხოლოდ. რა თქმა უნდა, საქართველოში პენსიაც დაბალია, ხელფასიც დაბალია და ყველაფერი, მაგრამ ახლა ქვეყანაში განსაზღვრული კანონით არსებული 20 ლარის ხელფასი და 800 ლარი ერთმანეთისგან ვეღარ გაგვირჩევია? და რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ისე მწერთ და ისე მთხოვთ ამ ყველაფერს, რომ თითქოს მე ვიყო ქართული ოცნების აღმასრულებელი დივანი და მე ვიყო დღევანდელი საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრი და შემეძლოს რაიმე ცვლილებები ახლავე მოვახდინო და არ ვახდენდი. მე ვარ თქვენაირი რიგითი მოქალაქე, რომელიც ისე ფიქრობს და ისე დარდობს მის ქვეყანაზე, როგორც თქვენ. და რომლის ოჯახის წევრიც, დედაჩემიც 70 წელს გადაცილებული ადამიანი დასაქმებული არის მუზეუმში, ხელოვნებათმცოდნე არის და ემსახურება ისაყვარელ საქმეს. და ხელფასი აქვს მხოლოდ 367 ლარი. 367 ლარს მეცნიერ მუშაკსა და ყარაულის შორის მინიმუმ განსხვავება ხო უნდა იყოს? და 800 ლარს შორის არ არის სხვაობა? და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ მეტი იყოს და თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რომ მეტი მოითხოვოს, შექმნით ბატონო მოძრაობა და ვახდინეთ მეძე ხელმოწერა, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე რაღაც ხომ უნდა იყოს დადასტურებული. ჩვენ რომ ახლა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ოდენობის ხელფასი მოვითხოვოთ, ან საფრანგეთის ოდენობის პენსია მოვითხოვოთ, ან ბრიტანეთის ოდენობის ხო არ შეიძლება ასე. ჩვენი რეალური ეკონომიკური ციფრებიდან გამომდინარე უნდა იქნას დაანგარიშებული ეს ყველაფერი. და ესე. რაც შეეხება იმ კატეგორია ადამიანებს, რომლებიც
შემოცვიდნენ და წევიან და კივიან და ერთ ამბავში არიან, რომ თურმე სასაცილო არის ეს თემა და მეტი საქმე თუ არა მაქვს და ეს გასაგები ეს არის ჩვეულებრივი ხელისუფლების ტროლები, რომლებიც სპეციალურად ყავთ შექმნილი, რომ მსგავსი თემები, მსგავსი მტკივნეული თემები არ იქნას საზოგადოებამდე მიტანილი. ამიტომ სხვა თემების მიბმა ეს არ არის ესეთი თემა, რომ აი საპენსიოთ ამას მიაბი, იმას ვის მოთხოვეთ, იცი ეს ყველაფერი ჩემოგარგებო? ვისაც ხმა მიეცით და იძახოთ, რომ ნაციონალებს ქოციონალებიო ჯობიაო. მე კი მომთხოვთ. აი იმას მოთხოვეთ 41-ს. მე რისი გაკეთებაც შემიძლია და რისთვისაც ვიბრძვი და რისთვისაც ვაკეთებ თქვენთან ერთად ამ ყველაფერს, ვაკეთებ ამას. აი როცა ვიქნები ხელისუფლებაში, აი მაშინ მომთხოვეთ და მაშინ წამიყენეთ ულტიმატუმები. და არავის არ დაუშლია თქვენთვის და ნებისმიერი სხვისთვის მოითხოვოს მეტი, მოითხოვეთ და მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს. ნებისმიერმა მოაწეროს ხელი ამ ყველაფერს. გინდა ნაცმა მოაწეროს, გინდა ქოცმა მოაწეროს ხელი. თუ გინდათ მიხეილ სააკაშვილმაც მოაწეროს ხელი და თუ გინდათ ბიძინა ივანიშვილმაც მოაწეროს ხელი. არ მაქვს პრობლემა და არ მაქვს პრეტენზია. გნებავთ პიდარასმა მოაწეროს ხელი ამ ყველაფერს და გნებავთ კონსერვატორმა. არანაირი პრობლემა არა ამ საკითხთან დაკავშირებით. აწერეთ ხელი ვისაც გინდათ. ხო ვართ ყველა ამ ქვეყნის შვილები. დაკანონებული მონობა გვინდა? ასე რომ მე ტყუილა უბრალოდ მივიმაკერებთ ნურც ერთ იდეოლოგიას, ნურც მეორე იდეოლოგიას, ნურც ერთ პარტიას, ნურც მეორე პარტიას, ნურც მესამე პარტიას და საერთოდ მოგწონთ იდეა, გააქვთ სურვილი, ეთანხმებით ამ ყველაფერს? ჭკუის სწავლების მაგივრად გადმოწერეთ ეს ბლანკი თქვენს ტელეფონში, თქვენს კომპიუტერში, ამობეჭდეთ და ირგვლივ თქვენ ოჯახის წევრებს, თქვენ მეზობლებს, თქვენ კოლეგებს, თქვენ თანამშრომლებს მოაწერიეთ ხელი. დადებული ეს ბლანკი ჩემს გვერდზეც არის დადებული, Facebook-ის ასევე YouTube-ის გვერდებზე არის დადებული და შეგიძლიათ ნებისმიერმა უპრობლემოდ გააკეთოთ ეს ყველაფერი. ეს მარტო ჩემი ბრძოლა ხო არა, მარტო ჩემი ჯიბისთვის ვაკეთებ, ჩემი თავისთვის ვაკეთებ თუ რა საერთოდ არა ვარ საქართველოში. რაც შეეხება ვინც ემიგრაციაში იმყოფებით, ხო? კი ბატონო, შეგიძლიათ პეტიციას მოაწეროთ ხელი. პეტიცია, რომელიც 30,000-ზე უნდა ავიდეს. მარტო ჩემი აუდიტორია უნდა იყოს წესით და რიგით 30,000 ონლაინ პეტიციას ეს, რა ქვია, მაგრამ ჩემოგარგებო ონლაინ პეტიცია არ არის საკმარისი. ონლაინ პეტიციას კანონმდებლობაში არ გადახედავენ, შეიძლება დამატებით მტკიცებულებად იქნას გამოყენებული, მაგრამ ახლა ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ამ ბლანკებს ვერ დაუგზავნ. ამიტომ თქვენ ვინც ახართ საქართველოში, გადმოწერეთ, მოაწერეთ ხელი, სახელი, გვარი, პირადობის მოწმობა, ტელეფონის ნომერი და იმისთვის რომ მოხდეს ამ კანონის დაინიცირება საქართველოს პარლამენტში. თუ გვეტყვიან უარს აი ამ ელემენტარულ საარსებო პირობებისთვის ელემენტარულ რაღაცაზე, მაშინ ესეც გვეცოდინება რა. ხო და თუ საქმის გაკეთება გინდა, ჭკუას კი ნუ მასწავლი და შენი ცოდნის დემონსტრაციას კი ნუ ახდენ, რომ ასე იყოს და ისე რატო უნდა იყოს და ასე ვისაუბროთ და ისე ვისაუბროთ. ჩამოტვირთე ბლანკი, მოაწერე ხელი, დაუკავშირე თემო ბოკელავაძეს და ჩააბარე. გააკეთე საქმე როგორც რიგითმა ჯარისკაცმა თუ გინდა. თუ არ გინდა, ჭკუას მაინც უმასწავლი რა. იყავი ოცლარზე და იყავი ბედნიერი. აი ამის პასუხისგაცემა მინდოდა ამ კატეგორია ადამიანებისთვის. მე დისკუსიისთვის არ მაქვს ეს თემა დადებული და რაც შეეხება კიდე აღმოჩნდა კატეგორია ადამიანები, რომლებიც ალბათ ბიზნესმენები არიან თვითონ, საქმიანობენ რაღაცებს, რომელთათვისაც მიუღებელი არის, რა თქმა უნდა, ეს მარტო საქართველოში არა, ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესმენის მთავარი ინტერესი და ბიზნესმენის მთავარი საფიქრელი დასაქმებული ხალხის კეთილდღეობა კი არ არის. საკუთარი ფული და საკუთარი ქონება არის და რაც შეიძლება მეტის გამდიდრება. მაგრამ ჩემოგარგებო, ქვეყანაში სადაც ცხოვრობთ, ეს ქვეყანა თქვენი ბიზნესი არ არის. და ფულიანით და უფულოთი არ განისაზღვრება მოქალაქე. ამ ქვეყანაში თქვენ დოლარს, ამ ქვეყანაში თქვენ ბიზნესს 500 და 600%-იანი მოგებებით ამუშავებთ
და გინდათ რომ ადამიანები ყავდეთ შრომით ექსპლუატაციაში, ასე არ გამოვა. მე მესმის თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ ჯერ რო ასე მიშვებული არის საქართველოში ეგრეთ წოდებული ბიზნესი, რომ აქ ევროპაში 2 ევროიანი ყავა, საქართველოში 34 ლარი რო ღირსა, ესაა პრობლემა და უბედურება. აქეთან უნდა დავიწყოთ ყველაფერი ისე. მაგრამ ვინც დღეს გამოვადა იმას იტყვის, რომ ეს კანონი არ არის შესაძლებელია და ამას გააზრებულად გააკეთებს. და ვინც ამაზე უარს ეტყვის საქართველოს მოქალაქეებს, რომ არა 20 ლარზე გააგრძელე მუშაობა, როგორც შევარდნაძის კანონმდებლობით არის დადგენილი დღემდე 26 წლის წინანდელი, ის არის საქართველოს მტერი და საქართველოს მოღალატე. ესა, სხვა არაფერი. დანარჩენი რა ვიცი ახლა, თუ ვინმეს რაიმე კითხვის კიდევ დასმა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დამისვათ და დანარჩენი კი აგერ ბლანკი აგერ არის, პიროვნება აგერ არის, ჩვენ აგერა ვართ და თუ კი ამდენი ადამიანი ვართ ინტერნეტში, რომლებსაც სამშობლოზე გული შეგვტკივა, 1% მაინც გამოუჩნდეთ ერში 30,000, რომელიც რაც გვაწუხებს, ამაზე მოვაწერთ ხელს თუ არა. თუ ამაზე ელემენტარული ხელის მოწერაც არ გვინდა, ნუ აკრუსუნებთ, გააგრძელეთ ცხოვრება ინდაქცეულ ქვეყანაში, ინდაქცეული კანონებით და ინდაქცეული წესით და რიგით, რითაც აქამდე ცხოვრობდით. აი ეს იყო ჩემი პასუხი. და ბოლოს, მეგობრებო, მაპატიეთ, ბლოგი უბრალოდ დასრულებული მქონდა, რომ ეს ერთი იდეა მომივიდა თავში, მეჩვენებინა თქვენთვის ჩვენი თანამდებობის პირების ხელფასები. თავრობის, პარლამენტარების, პრეზიდენტის და ასე შემდეგ. აბა კარგად დააკვირდით მათ გაქსუებულ ხელფასებს. და რაც მთავარია, თითქოს და ხელფასზე მაცხოვრებელი ხალხი იყვნენ. ეს კიდე ცალკე პრობლემა. ახლა კი თავად დაფიქრდით. რა დონის ნაძირალა უნდა იყო ადამიანი? რა სინდის ნამუსით უნდა იღებდე ამ ხელფასს და აჭმევდე შენ შვილებს ცხელ ლუკმას, როდესაც ერი რომელმაც აგირჩია. მისთვის კანონმდებლობის დონეზე მხოლოდ თვეში 20 ლარი გემეტება. დღეისათვის სულ ეს იყო, კარგად სარდებოდეთ.